თუ ნაცვლად იმის, რომ რაც არის დღევანდელი სკოლა თუ საგანმანათლებლო სისტემა, რომ ბავშვები ესეთი ტიპები არიან, რომლებსაც რაღაცა წოთვნით ერთი და იგივე რაღაცებს ვასწავლეთ, ვაძალებთ მოკლედ და ეს არის ერთადერთი ფორმა იმის, რომ ამათმა რამე ისწავლოს, შენ თუ იტყვი, რომ იცი რა არის, ეს არ არის სწორი მიდგომა და მოდი მაგალითად ბავშვებს მივცეთ საშუალება, რომ თვითონ რაღაცა საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, გადაწყვიტონ რა ისწავლონ და რა არ ისწავლონ და ჩვენ ამაში მივყვეთ და დავეხმაროთ ერთის მხრივ ეს თითქოს ლოგიკურად გამოიყურება ამის გამოცდილებას არსებობს, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ საქართველოში ეს არ გვიცდია. ორგანიზაციულ დონეზე არ გქონია, თორემ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რამე სწავლობს, ზუსტადაც ამ ფორმით სწავლობს. ანუ თვითგანათლებით არის დაკავებული, როდესაც მას რაღაც დაინტერესდება, მაგალითად საქმე იქნება რაღაცა, რომლის გაკეთებაც მას უნდა თუ ასე შემდეგ, მას წინასწარ უწევს სწავლა და თუ ეს მისი ასე ვთქვათ мотиваციაა, რომ რაღაცა გაიგოს, ასეთი ადამიანი ყველაზე ეფექტურად სწავლობს. ანუ მაგალითად აი რა უზრუნველყოფს იმას, რომ მათ შულს თუ არაფერი არ დააინტერესდა, არ ვიცი, 3 თვის განმავლობაში, ან რაღაც ბევრი თვის განმავლობაში, ასე უსაქმურად ხო არ იქნება. ამისთვის მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ვემზადებით. ჩვენ პირიქით გვჭირდება. აი ეს განცდა მათ მიმართ დამოკიდებულების ბავშვებს განსაკუთრებით გამწვავებული აქვთ და ეს ბავშვები რაღაცნაირად როგორც მათ მიმართ გექნება დამოკიდებულება, ისევე გიპასუხებენ. მე ამის მჯერა, ანუ ჩემი რწმენა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ბავშვზე ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანზე, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვზე არ იძალადებ, პატივს წემ და არჩევანის შესაძლებლობას მისცემ, რათა იმან გადაწყვიტოს, მოკლედ მან გადაწყვიტოს თავისი, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობა, ანუ ჩვენ თუ გვჯერა იმის, რომ ეს ადამიანი საბოლოო ჯამში რაღაც თვალსაზრისით რაციონალურია, ჩვენ უნდა ვიწამოთ იმისაც, რომ თუ ჩვენს შესაბამის პირობებს შევქმნით, ანუ დავაინტერესებთ, დავეხმარებით გზის გავლაში, რაღაც რჩევას მივცემთ, გვერდზე დავუდგებით, გავამხნევებთ, ვეტყვით, რომ შეცდომების დაშვება მოსულა, მთავარია, რომ აი ეს შეცდომები, რომელსაც დავუშვებთ, მე ყურადღებით დავაკვირდეთ და გამოვასწოროთ და ეს არის სწავლის პროცესი. ჩემი აზრით, ამაზე რეაგირება იქნება, აი ამაში მდგომარეობს რწმენა versus ურწმუნოების რა. შენ თუ გჯერა, რომ რაღაცა სწორი ქცევა, სწორ შედეგს გამოიწვევს, ასეთ საქმეს აკეთებ. და შენ თუ არ გჯერა ამისი და რაღაცა იმ მექანიკური რაღაცები გჭირდება ამის დასანახად და დასასაბუთებლად თუ არ ვიცი, ბოლო-ბოლო საჩვენებლად, ქმნით იმ საშუალებას, რომელიც ბევრ ადამიანს, რომელსაც ეს წარმოქმნა არ შეუძლია, პრაქტიკაში დავანახებთ, თურმე რას ნიშნავს ეს. ანუ ეს ხო რაღაცნაირად უნდა გამოიხატოს, ეს უნდა გამოიხატოს ძალიან ჩქარა. ამ მაგალითად ბავშვების ქცევის ცვლილებაში. თუ სიტყვაზე ვიზახი რაღაცა სკოლაში არ უყვარდა სიარული, მინიმუმ დილით თავის უნდა გაიღვიძოს ადგეს და ხედავდეს მშობელი, რომ ამ ადამიანს სკოლაში წასვლა უნდა. აი მიმდინარე სიტუაციაში, არ ვიცი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ბავშვი მაგალითად როგორ გამოიყურება, როგორი, ანუ ბედნიერების თვალსაზრისით და ბედნიერება უბედურების, მოდი ასე ვთქვათ, თვალსაზრისით, რამდენად ის მშვიდად არის, რამდენად მაგალითად რაღაცა უცნაურ რაღაცებზე არ ნერვიულობს, რამდენად ვთქვათ, აი ესეთი ფაქტორები, რომელიც კარგ რაღაცებში ითვლება, მეგობრები ყავს, ერთად სწავლობენ თუ თანამშრომლობენ რაღაც მიზნების მიღწევაში. ეს არის ის ირიბი კრიტერიუმები, რომელი ირიბი კრიტერიუმებითაც მე მაქვს იმედი, რომ პირველ რიგში ადამიანები შეამჩნევენ ბავშვების მიმართ დამოკიდებულების ცვლილებას. ჩვენ სკოლაში მაგალითად ჩვენ გვინდა, რომ ნებისმიერი პრობლემა შეცდომა იყოს დაშვებული და არ იყოს, ასე ვთქვათ, დასჯადი, მაგრამ შეცდომის აღმოჩენა და გამოსწორება იყოს აუცილებელი. მე შეიძლება იყოს, რომ მაგალითად, აი ვთქვათ, სიტყვაზე 1 წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და უნარები შევაფასოთ და რო წარმოვიდგინოთ, რომ აი ამ ასაკის ბავშვები, რომლებიც ჩვენ სკოლაში არ დადიან, ვთქვათ, ისინი რა შვებიან, აი იმათთან მიმართებაში, რომ უბრალოდ დავანახოთ, რომ არა უბრალოდ ადამიანურად და ფსიქოლოგიურად სწორია, რომ ბავშვებს ადამიანურად მოექცე, არამედ შედეგსაც ეს უკეთესი ძლევა. ანუ სწორია, სასიამოვნოა ყოველი მიმდინარე დღე, მაგრამ ამავე დროს რაღაცა პერიოდს თუ აიღებ რა, ამ პერიოდის განმავლობაში როგორც სააღმზრდელო, ასე საგანმანათლებლო შედეგსაც უკეთესი ძლევა. სხვათა შორის მე 2013 წელს ვაკეთებდით ნიუტონს, ნიუტონის სკოლის გაკეთების დროს დაახლოებით იგივე
სტიმულები მქონდა, ოღონდ მეც გამოცდილების თვალსაზრისით ბევრად ნაკლები გამოცდილება მქონდა, საერთოდ სხვა სიტუაცია იყო ქვეყანაშიც. მე მაშინ სკოლა გავაკეთე იმ ჩარჩოში, რა ჩარჩოც არსებობდა რა, ანუ და სინამდვილეში ის თავისუფლებები, რომელიც ნიუტონის თავისუფალ სკოლას გამოარჩევდა სხვა კერძო სკოლებისგან თუ ზოგადად საჯარო სკოლებისგან, იყო აი იმ წესრიგის ფარგლებში რაღაცნაირად მოპოვებული თავისუფლება, აი რაც გულისხმობ. მაგალითად ნიუტონში ჩვენ თვითონ ვარჩევდით, რა უნდა გვესწავლებინა მაგალითად რაღაც ტექსტები სიტყვაზე ქართულ ენაში, სილაბუსში ჩვენი შედგენილი იყო, არა ის რაც რაღაცა სტანდარტულად იყო განსაზღვრული, მათემატიკაში რაღაცები შეცვლილი ჰქონდა, წესრიგში ჰქონდა მაგალითად ზარი არ ირეკებოდა, ანუ რაღაც თავისუფლებების ელემენტები იყო იმ სისტემის ფარგლებში, რომელიც გაგვაჩნდა. ანუ რამდენადაც აი ძალიან საშინელი არ იქნებოდა რა დარღვევა, მაგალითად, ერთი და იგივე ასაკის ბავშვები გვესხდა კლასებში, როგორც ნებისმიერ სხვა სკოლაში, გაკვეთილი, ანუ მაგაში განსხვავება არ იყო. შეიძლება ხანგრძლივობა იყო, შეიძლება კარები ღია იყო და ბავშვებს შეეძლოთ რომ გასულიყვნენ გაკვეთილიდან თავისუფლად შემოსულიყვნენ. აი ესეთი ელემენტი იყო რა თავისუფლების, მაგრამ ფორმატი იგივე იყო, რაც მთელ ქვეყანაში. და ახალ სკოლაში, გირჩის ამ ახალ სკოლაში პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულება იქნება რა. გაკვეთილები როგორც ასეთი არ იქნება, არამედ ფაქტობრივად თითოეული ბავშვის ინდივიდუალური პროგრამა იარსებებს, რომლის შესრულებაშიც დავეხმარებით ჩვენ როგორც ამ ბავშვს, ისე მისი მეგობრებიც მოტივირებულები იქნებიან, რომ ერთმანეთს დაეხმარონ საერთო მიზნების მიღწევაში. ანუ ამოტრიალებული სქემაა რა, თუ გაკვეთილზე მასწავლებელი მიდიოდა და თქვენ არ მაინტერესებთ ბავშვებო, რა გაინტერესებთ თქვენ? აი მე მოგიტანეთ ახლა გაკვეთილი და თქვენ ახლა იძულებული ან ხართ თორე ცუდ ნიშანს დაგიწერთ, რომ ისწავლოთ, არ ვიცი, ისტორიის ეს კონკრეტული პარაგრაფი ამ გვერდიდან ამ გვერდამდე და შემდეგ გაკვეთილზე მე ამას გამოგკითხავთ ან რაღაცა ფორმით შეგაფასებთ და ნიშნებს დაგიწერთ, ამის ნაცვლად, მაგალითად ბავშვი რომელიც ამ სკოლაში ისწავლის, აიღებ თუ თვითონ მას უნდა რომ შეისწავლოს საქართველოს ისტორიის რომელიღაც პერიოდი, მას დავეხმარებით შესაბამისი წყაროების მოძებნაში, მე ხო ეს უნდა გააფორმოს ესე დაწეროს, მაგალითად არ ვიცი ვიდეო შეიძლება ჩაწეროს ამის შესახებ, არ ვიცი სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიოს და კრიტიკული ანალიზი გააკეთოს. ანუ მართლა აინტერესებს რა, რომ აი როგორი იყო საქართველო მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძის პერიოდში. ესე იგი, მას ბევრი რამე აქვს შესასწავლი დაწყებული იქიდან, როგორი იყო მაშინ, არ ვიცი, ეკონომიკური მოწყობა ქვეყნის, როგორი იყო პოლიტიკური მოწყობა, რა განსხვავებული აზრები არსებობდა და ზოგადად ეგ არის, აი ამბები არსებობდა რა. ანუ ეგენი უნდა ისწავლოს, იგი რეებს წერდა ამ პირობებში, ეგენი უნდა წაიკითხოს და ისტორიის რაღაც პერიოდზე შეიძლება შეექმნას წარმოდგენა. ანუ, ოღონდ ამ ბავშვის გადაწყვეტილებით, არა მასწავლებლის ან ვიღაცის დავალებით. შენ შეიძლება კითხვა დაუსვა, ან მაგალითად აი ესეთი გააკეთო რაღაცა მეების, რა ქვია, ამოცანების თუ კითხვების იერარქია, რომ ვინც ბევრ კითხვას გასცემს, პასუხს და რაღაცა ყოჩახ. ან მაგარია რა, ჩვენ შორის საუკეთესოა, ვინც ამდენ კითხვაზე იპოვის პასუხს, ან ვინც ამდენ თემას დაამუშავებს და სხვა ადამიანებს მოეწონებათ რა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მოსწავლის გადაწყვეტილება იქნება და არა სკოლის მიერ იძულება მოსწავლით. ფიქრობ, რომ მასშტაბის თვალსაზრისით გირჩის ახალ სკოლაში ბევრად უფრო მეტი თავისუფლება უნდა იყოს და ბევრად მეტი პასუხისმგებლობა უნდა იყოს მოსწავლეების მხრიდან, ბევრად უფრო განსხვავებული დამოკიდებულება უნდა იყოს ადმინისტრაციის და მასწავლებლების მხრიდან ბავშვების მიმართ. რევოლუციური ექსპერიმენტი მგონი. შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი მე რა ცხოვრებაში არ გამიკეთები.